მოვამზადოთ საქონლის გულღვიძლის ჩაშუშული. პირველ რიგში წამოადუღეთ, ნახარში გადააქციეთ, კვლავ დაასხეთ წყალი და მოხარშეთ საქონლის გულღვიძლი. ქვაბში გადავიტანთ კარაქს, მოუბრაწავთ ხავს და დავამატებთ კუბებად დაჭრილ ხორცს. შემდეგ დაფნის ფოთლებს, დავაფარებთ თავს და ვაყოვნებთ რამდენიმე წუთი. ვამატებთ ტომატ პასტას და ასევე სახლში დამზადებულ ჩაშუშულ პომიდორს. კვლავ დავაყოვნებთ რამდენიმე წუთი და ვამატებთ სუნელებს. პაპრიკას, სვანურ მარილს, ქინძს, უცხოს სუნელს, ხორცის საკმას, შავ დაბქვილ წიწაკას, ძირას და ქონდარს. ბოლოს მწარე აჯიკას, რომელიც განსაკუთრებულ გემოს წეს. რამდენიმე წუთში შეგვიძლია დავამატოთ წყალიც. რომ ადუღდება, ვამატებთ ნიორს, ქინძს და მარილს. როგორ შეიძლება ეს გემრიელი არ იყოს, ან არ მოგეწონოთ, აუცილებლად ცადეთ.